დიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. Ამ დღეს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. ყოველივე კი ასე მოხდა. მწვერვალზე ასვლით დაქანცულ მოციქულებს ჩაეძინა. მაცხოვარმა კი ლოცვა დაიწყო. უეცრად ყველაფერი არაბუნებრივმა ნათელმა მოიცვა. მოციქულებს შეშინებულებს გაეღვიძათ. მათი მოძღვრის სახე მზესავით ბრწყინავდა. სამოსელი კი თოვლივით თეთრი და სპეტაკი გამხდარიყო. მაცხოვრის მარჯვნივ და მარცხნივ ძველი აღთქმის უდიდესი წინასწარმეტყველები მოსე და ილია იდგნენ და მას ესაუბრებოდნენ. პეტრემ თავისი გულმხურვალე რწმენით გამორჩეულმა მაცხოვარს თხოვა, მოდი ავაშენოთ სამი კარავი, შენთვის, მოსესთვის და ილიასათვის და სამუდამოდ აქ დავრჩეთო. ამ დროს ნათლის ხრუბელმა მოიცვა იქ მყოფნი, გაისმა მამა ღმერთის ხმა ზეციდან. ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მისი ისმინეთ. მოწაფეები ისე შეშინდნენ, რომ მიწაზე დაემხნენ. იესო შეეხო მათ, წამოაყენა და დაამშვიდა. როცა მოწაფეებმა აიხედეს, აღარავინ იყო, გარდა იესოსი, რომელსაც ისევ ძველი სახე დაჰბრუნებოდა. მთიდან ჩამოსვლისას ქრისტემ მოწაფეები გააფრთხილა, რომ არავისთან ეთქვათ, რაც ნახეს, ვიდრე მას ადამიანები ჯვარს არ აცვამდნენ და ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა. ის ნათელმოსილება, რომელიც ღვთაებრივ ბუნებას ახასიათებს, სწორედ ეს აჩვენა. და ამავდროულად აჩვენა განხტობილი კაცის მდგომარეობაც, რადგან ყველა ადამიანისთვის, მისი განკაცებით მოხდა იმ ნათელმოსილების დაბრუნება, რომელიც ჰქონდა ადამიანს სამოთხის ყოფაში. სწორედ ეს მდგომარეობა, ეს ფერისცვალება სწორედ ამას განასახიერებს. აღსანიშნავია, რომ ფერისცვალება ლოცვის დროს მოხდა, ლოცვა კი ღმერთთან ურთიერთობაა. ეს ნიშნავს, რომ ფერისცვალება და განღმრთობა ღმერთთან ურთიერთობით ხდება. უფალმა ამით გვასწავლა, რომ ფერისცვალებას ადამიანის ძალის ხმევა, შრომა, ცოდვაზე უარის თქმა, თავშეკავება, მოთმინება, სინანული და ლოცვა სჭირდება. ფერისცვალების დღესასწაულზე წირვის დროს ხილი იკურთხება. საინტერესოა, რა დატვირთვა აქვს მას და საიდან იღებს სათავეს აღნიშნული ტრადიცია. ხილის კურთხევა ზოგადად ეკლესიაში არის უძველესი დროიდან მოდის, ეს არის შენაწირი საკუთარი ნაშრომის, მონაგარის, თქვათ, ჭერნახულის შენაწირის გაკეთება ღვთისადმი. აქ უფრო ყურძენი იკურთხება ხოლმე და სხვა დანარჩენი ხილიც და რადგან